საქართველოს პარლამენტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს. ინიციატივა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და მომხმარებელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნით. როგორ აფასებენ საკანონმდებლო ინიციატივას მომხმარებლები, მესამე სექტორისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები? ქეთი ჭყონია მოისმინა. ინიციატივა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და მომხმარებელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნით. მესამე სექტორის წარმომადგენლები კანონის ამოქმედებასთან ერთად ახალი ინსტიტუტის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბრობენ. ამავე ვერსიას განიხილავენ სახალხო დამცველის აპარატშიც. სახალხო დამცველის პოზიცია არის, რომ შეიქმნას ცალკე ინსტიტუტი მომხმარებელთა ომბუდსმენის სახით. საცმელს რო იყიდიდი და სახში ბავშვს მიაზომებდი და აღმოჩნდებოდა არასწორი ზომა, იმის უფლება რომ ზომა გამოგეცვალა. დღეს ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს. უბრალოდ უფლებები და წადით როცა გინდათ სასამართლოში, ეს არ არის ევროპული მიდგომა. ეს უფლებები უნდა იყოს დაცული, სახელმწიფომ უნდა იყოს პასუხისგებლობა იმაზე, რომ მეწარმეები მომხმარებელთა უფლებებს იცავენ. ახალი რეგულაციის საფუძველზე კანონპროექტის ავტორები პრობლემის სამართლებრივი მხარის მოწესრიგებასაც ელოდებიან. ამბობენ, რომ იგი ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში უნდა იყოს მოყვანილი, თუმცა ევროპის ქვეყნების რომელ მოდელზე იქნება ახალი კანონი მორგებული, გადაწყვეტილი ჯერ არ არის. არის აღმოსავლეთ ცენტრალური ევროპის და არის დასავლეთ გამოცდილება, რომელიც გვეუბნება იმას, რომ მაგალითად კონკურენციის სააგენტოში შედის პირდაპირ გერმანიაში მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ესენი ამ თემას ერთად უძღვებიან, რაც მე მართალი გითხრათ მომწონს და არ არის ცუდი, შეიძლება ეს მაგალითიც ავიღოთ. სიახლის დადებითად ხვდება მოქალაქეების უმრავლესობა. ლალი ლომთადიძე ერთ-ერთი მათგანია, რომლის უფლებები როგორც თავად ამბობს, რამდენიმე თვის წინ დაირღვა. მობილური ტელეფონი მან მიმდინარე წლის 1 მარტს შეიძინა, თუმცა ერთი თვის შემდეგ ნივთი როგორც თავად ამბობს, წყობრიდან გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მქონდა ერთწლიანი დაზღვევა და მქონდა ერთწლიანი ავტოგიზავსკვედ ერთწლიანი განმავლობა, არაფერმა არ გაჭრა ამ ტელეფონზე, ანუ ერთმანს და მეორემს უარი განაცხადეს ანაზღაურებაზე და განახდებას. ძალიან დიდი დანაშაული იყო და დაგვიანებულია კი არა მისი ამოქმედება. აუცილებლად უნდა ამოქმედეს, რომ მსგავსი თაღლითური კომპანიებისაგან ვიყოთ ჩვენ დაცულები. რა თქმა უნდა, კარგია თუ ხელი არ შემეწყორო, ვთქვათ, ან სხვა რაღაცაზე დამჭირდა ის თანხა და რამე და მიდევს ისე გამოუყენებლად, თუ დაიბრუნებს, რა თქმა უნდა, კარგი იქნება. არ არის ცუდი, რომ ახლა ეს კანონი ისევ ამუშავდეს და მომხმარებლის, მაგალითად გლეხის, მუშის დაცული იყოს. თუ ახლა ამ პროდუქტი არ არის, ხო? ის საკონი უნდა მიიღოს რუჩა, მიიღებს და ამით ხელი შეუწყობს მომხმარებელს. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. მისი ანალოგი ქვეყანაში 2012 წლამდე მოქმედებდა. ახალ რეგულაციას საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს.